ისნის ნომერ მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თგ-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარის და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა. საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესით გათვალისწინებით ისნის ნომერ მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თგ-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარის და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროვებს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულების აკ-ს და ახ-ს მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აღნიშნულიდან და საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროვოს სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი. როგორც საზოგადოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს ქალაქ თბილისში აკ და ახ შეხვდნენ ქალაქ თბილისის ისნის ნომერ მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თგ-ს და პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ქრთამის სახით 50,000 ამერიკული დოლარის გადახდის სანაცვლოდ მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს. თითქოს და არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშწორებით დაემუქრნენ. ასევე აკ-მ მართლწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის შრეკის შედეგად იქნა ამოღებული. პროკურატურამ აკ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის პირველი ნაწილით, 150 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით, 151 მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით და 226 მუხლის მესამე ნაწილით, ხოლო ახ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის პირველი ნაწილით, 150 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით, 151 მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეც ხონიზების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ასევე ვასაჯაროვებთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების სახით ბრალდებულების და დაზარალებულის მიმოწერას, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად თგ-ს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თგ-ს დააპატიმრებდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეტაპზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, ასევე მოპოვებულია არაერთი საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება.